მანანა ანდრიაძის სახელობის სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო ორდღიანი კონფერენცია მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის პრობლემები დასრულდა. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ორგანიზებით მიმდინარე ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები, როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან. მანანა ანდრიაძის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დასკვნით სესიაზე წარმატებული მონაწილეები გამოვლინდნენ. ღონისძიება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. საქველმოქმედო ფონდ ქართული გალობის რჩეული ახალგაზრდა მეცნიერი ნომინაციაში საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი გახდა კონსტანტინე ფილოსოფოსის სახელობის უნივერსიტეტის ეთნოლოგიის პროგრამის დოქტორანტი ალექსანდრა ბაჩლეტოვა, ახალგაზრდა მეცნიერი გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, საქველმოქმედო ფონდ ქართული გალობის დამფუძნებელმა ნანა გოთუამ დააჯილდოვა. ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფონდის რჩეული ახალგაზრდა მეცნიერები ლალი სეთურიძემ გამოავლინა. ფონდის რჩეულები გახდნენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი მონაზონი ნინო სამხარაძე და გალობის უნივერსიტეტის საეკლესიო მუსიკის მცოდნეობის მაგისტრი თეონა ბენაშვილი. მანანა ანდრიაძის პრემია საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისათვის გადაეცათ გალობის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორ გოჩა ბიძინაშვილსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტ თამარ ღურწკაიას. პრემიის მფლობელები გალობის უნივერსიტეტის პრორექტორმა პროფესორმა თამარ ჩხეიძემ დააჯილდოვა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ხელოვანები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციის ყველა მონაწილეს დიპლომები გადაეცა. ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგა გალობის უნივერსიტეტის გუნდი. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქველმოქმედო ფონდ ქართული გალობის მხარდაჭერით ჩატარდა. მადლობა მინდა გადაუხადო გალობის უნივერსიტეტს ამ ინიციატივისთვის, რომ არაჩვეულებრივი მკვლევარის მანანა ანდრიაძის სახელობის ესეთი ღონისძიება გააკეთა მიძღვნილი მკვლევარებისადმი, ახალგაზრდა ადამიანებისადმი, ვინც ძალიან ბევრს მგონია, რომ გააკეთებენ ქართული საეკლესიო გალობის და ზოგადად ქართული მუსიკის მიმართულებით. ქალბატონი მანანა იყო გამორჩეული ადამიანი, რომელმაც დააარსა ეს კათედრა ჩვენ სახელმწიფო კონსერვატორიაში, არაჩვეულებრივი მუსიკის მცოდნე, ხელოვნებას მცოდნე იყო და არა მარტო მისი ხსოვნისთვის, არამედ იმისთვის, რომ ბევრი უნდა ვაკეთოთ ქართული ხელოვნების საკვლევად, იმისთვის, რომ უამრავი პლასტია ჯერ კიდევ ქართულ ფოლკლორულ და საეკლესიო მუსიკაში, რაც საკვლევია ნამდვილად და კიდე არავინ იცის უწყის რამ ხელა დიდ სიმდიდრეს ინახავს ეს ყველაფერი. მადლობა კიდევ ერთხელ და წარმატებას უსურვებ ამ ახალგაზრდებს. მანანა ანდრიაძის სახელობის საერთაშორისო კონფერენციამ წარმატებით ჩაიარა. ვართ ძალიან ბედნიერები და გახარებულები, ვინაიდან წელს ძალიან ფართო მასშტაბი ჰქონდა საერთაშორისო კონფერენციას. ყავდნენ ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები უცხოეთიდან, სლოვაკეთიდან, საბერძნეთიდან, ასევე ყაზახეთიდან და მათ წარმოადგინეს შესანიშნავი ნაშრომები. ისევე როგორც გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, მაგისტრანტებმა და ასევე კონსერვატორიის სტუდენტებმა. წლევანდელი კონფერენცია ეძღვნებოდა უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ხსოვნას და ასევე გამორჩეული იყო წელს კონფერენცია იმითი, რომ 2026 წელს ქალბატონ მანანას შეუსრულდებოდა 75 წელი. მე ვუსურვებ თითოეულ მონაწილეს, კონფერენციის მონაწილეს წარმატებებს შემდგომში და ველით ახალი კვლევებით, ახალი ნაშრომებით უკვე რეაბილიტირებულ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ახალ შენობაში, რომელსაც გალობის უნივერსიტეტი მიიღებს 2026 წლის სექტემბრიდან იქვექნებით. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებს, ბატონ ვანო ჩხარტიშვილს, ქალბატონ ნანა გოთუას, ფონდ ქართულ გალობას
ამ უნიშნელოვანესი ღონისძიების ორგანიზებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიმართულებით წამოწყებული ინიციატივა, ვინაიდან ჩვენ გვაქვს უნიკალური ქართული ტრადიციული ხელოვნება, ქართული ტრადიციული გალობა, ქართული ხალხური მუსიკა და ამ მიმართულებით კვლევითი საქმიანობები საჭიროებს მხარდაჭერას, საჭიროებს სახალისებას და ამ მიმართულებით განსაკუთრებით ახალგაზრდების ხელშეწყობა და მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო საქმე. კიდევ ერთხელ მივესალმები და მადლობას მოვუხდი თითოეულ მონაწილეს, მინდა წარმატებები ვუსურვო ახალგაზრდებს შემოქმედებით სამეცნიერო საქმიანობაში და მიმაჩნია რომ მსგავსი სამეცნიერო კონფერენციები მომავალში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამეცნიერო შემოქმედებითი მიმართულებით ნაშრომების პოპულარიზაციის და ზოგადად სამეცნიერო და შემოქმედებითი მიმართულებით აქტივობების განვითარებას. ჩემს მეუღლესთან გოჩა ბიძინაშვილთან ერთად, რომელიც მუსიკოლოგი გახლავთ და გალობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, წარმოვადგინეთ ერთობლივი ინტერდისციპლინარული კვლევის შედეგები. ჩვენი მოხსენება ეხებოდა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ქართული გალობის ნოტებზე გადატანის ისტორიის ირგვლივ არსებულ ვითარებას. წარმოვადგინეთ ახლად მიკვლეული საარქივო დოკუმენტები, რომლებიც უმნიშვნელოვანეს ცნობებს გვაწვდის და ასევე ხსნის ახალ შესაძლებლობებს მომავალი კვლევებისთვის. გადმოგვეცა ჯილდო საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისათვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მკვლევართათვის მხარდაჭერა ასეთი კვლევების. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კონფერენციის ორგანიზატორებს, მხარდამჭერებს. წელს კიდევ ერთხელ ჩატარდა ქალბატონ მანანა ანდრიაძის სახელობის კონფერენცია, რომელსაც უკვე 2 წელია აქვს ინტერნაციონალური სახე. წარმოვადგინეთ ჩვენი ნაშრომები ახალგაზრდა მკვლევარებმა. ჩემი ნაშრომი კონკრეტულად ეხებოდა ჩვენ ქართველ პირველ ლოტბარ ქალს მაროთ არხნიშვილს და მისი ღვაწლის კიდევ ერთხელ წამოწევა და ქალების ფოლკლორში უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა იყო ჩემი კვლევის მთავარი მიზანი და წარმოსადგენი თემა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს კონფერენცია ახალგაზრდა მკვლევარებისთვის და სტუდენტებისთვის, რადგან მივიღეთ უდიდესი გამოცდილება, გაუზიარეთ ჩვენი ცოდნა უცხოელ კოლეგებს და მივიღეთ მათგანაც იგივე ახალი ინფორმაცია და ძალიან მოხარული ვარ რომ მივიღე მონაწილეობა და იმედი მაქვს რომ ყოველ წელს გაგრძელდება ასე.